კიდევ ერთი გადაწყვეტილება პროექტ პანორამა თბილისის სასარგებლო ცოლაკის ფერდობისთვის ახალი სტატუსის მინიჭების შემდეგ ყოფილი ცეკავშირის შენობის ტერიტორიის რიგი დადგა, რომელსაც დღეს მერიამ კოეფიციენტი შეუცვალა. რაც ტერიტორიის მფლობელს უფლებას აძლევს თავისუფლების მოედანზე მრავალსართულიანი შენობა ააგოს. უკვე ცნობილია, რომ პროექტის ავტორები 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს აშენებას გეგმავენ. სოლოლაკის ფერდობის შემდეგ ეს ადგილიც მასშტაბური მშენებლობისთვის უკვე მზადაა. მერის სპეციალურმა კომისიამ ყოფილი ცეკავშირის ტერიტორიაზე დაგეგმილ მშენებლობას კოეფიციენტი გაუზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ თბილისის ცენტრში, იქ სადაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებია, მრავალსართულიანი სასტუმრო აშენდება. პანორამა თბილისის სასარგებლოდ მიღებულ კიდევ ერთ გადაწყვეტილებას ოპონენტები ბიძინა ივანიშვილს უკავშირებენ. მათონი ივანიშვილი იფართოვებს საკუთარ რეზიდენციას, ზრუნავს საკუთარ კომფორტზე, ამასვე ადასტურებს იგივე ნოემბრის თვეში, როდესაც მან საკუთარი რეზიდენციის ტერიტორიაზე ახალი საცურაო აუზისა და სავარჯიშო დარბაზის მშენებლობისთვის მოითხოვა ნებართვა იმისათვის, რომ ბოტანიკური ბაღის მხარეს ჰქონდეს ხედი აუზში ცურვისას. საპასუხო განცხადება მერის დაქვემდებარებაში მყოფი სპეციალური კომისიის არც ერთ წევრს არ გაუკეთებია. კომენტარზე უარი საკრებულოს თავმჯდომარემაც განაცხადა. პროექტის ავტორებს ყოფილი ცეკავშირის ტერიტორიის სხვა მიზნით გამოყენებას ურჩევენ საკრებულოს დეპუტატები. მე რო ვიყო ბიძინა ივანიშვილი, ამდენი ფულის პატრონი და ამდენი გაქანების, აი იმ ტერიტორიას საფეხმავლო მოედნად ვაჩუქებდი თბილისს, რაც არ აქვს თბილისს, აი იმას ვაჩუქებდი. არსებული ინფორმაციით, ცეკავშირის ყოფილ ტერიტორიაზე 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსის აშენება იგეგმება. სასტუმროში 241 ნომერი განთავსდება. იმ შემთხვევაში, თუ მერია ამ ტერიტორიას კოეფიციენტს არ გაუზრდიდა, მაშინ 251-ის ნაცვლად სასტუმროში 100 ნომერი იქნებოდა. ის, რომ ამ ტერიტორიის გამოყენება მრავალფუნქციური და მრავალსართულიანი შენობისთვის მიზანშეწონილი არ არის, იმ დასკვნაშიც წერია, რომელიც პროექტის ავტორების დაკვეთით სპეციალისტებმა კვლევის შედეგად მოამზადეს. სივრცე არ ჩაითვლება დადებით ფაქტორად მაღალი კლასის სასტუმროსთვის. რუსთაველის ნომერ პირველი შენობებში და საცხოვრებელი სივრცის არსებული გეგმარება და ქალაქის მთავარი გამზირისკენ მიმართული ფასადი კარგად შეიძლება იქნეს ადაპტირებული სასტუმროს ფუნქციისთვის. პანორამა თბილისის პროექტის ფარგლებში დაგეგმილი კიდევ ერთი მშენებლობის არქიტექტურის გაცნობის შემდეგ სპეციალისტები პროექტის ავტორებს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონზე მიუთითებენ. მათი განცხადებით, კანონში განმარტებულია, რომ კულტურული მემკვიდრეობის არეალში აკრძალულია საქმიანობა, რომელიც დააზიანებს ან საფრთხეს შეუქმნის ძეგლს. სამწუხაროდ ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ როგორც პროექტის ავტორები, არქიტექტორები ასევე დამკვეთი სრულად არ ითვალისწინებს იმ ერთადერთ გასათვალისწინებელ გარემოებას, რასაც ქვია თბილისის ისტორიული ნაწილი. ეს მთლიანად განაპირობებს ძველი ურბანული ქსოვილის შეცვლას, რაც ძალიან მიუღებელია და წარმოუდგენელია ესეთი მოთხოვნების და ესეთი ამბიციების არსებობა ცივილიზებულ სამყაროში. მშენებლობის შესახებ განმარტება დღეს არც პანორამა თბილისის პროექტის ავტორებს და არც მის დამფინანსებლებს გაუკეთებიათ.